დილა მშვიდობის მოგესალმებით კიდევ ერთხელ გრძელდება რა თქმა უნდა დილის პალიტრა და გადავინაცვლოთ ჩვენი გადაცემის ნაწილზე, როდესაც სტუმრებს ეთმობა ხოლმე სრულად ჩვენი საეთერო დრო, როგორც გადაცემის დასაწყისში დავაანონსეთ, ჩვენი პირველი თემა იქნება თუ როგორ ვაქციოთ 2025 წელი. ცხოვრების საუკეთესო წლად შეიძლება ხმამაღალი ნათქვამია, თუმცა უკეთესად ვიდრე იყო წინა წელი. ფსიქოთერაპევტი ქალბატონი ლალი ბადრიძე იქნება დღეს ჩვენთან ერთად. დილა მშვიდობის გამარჯვება. მადლობა სტუმრობისთვის, მადლობა რომ ამ გადატვირთულ დღეებში ახალი წლის წინ მოახერხეთ და მოხვედით ჩვენთან. ძალიან საინტერესო იქნება თქვენგან განსაკუთრებით ამ თემაზე საუბარი, საუკეთესო წელი თქო ვახსენეთ, თუმცა კითხავდით როგორ უნდა მოვახერხოთ ისე რომ უკეთესი იყოს მომავალი წელი ვიდრე იყო წინა. საკუთარ თავთან რა უნდა მოვიმოქმედოთ და როგორ უნდა შევცვალოთ ჩვენი ქცევები, ცხოვრება და ასე შემდეგ. დიდი მადლობა მოწვევისთვის, მოგესალმებით. და ხო მართალია ისეთი დღეებია, მაგრამ მე მგონი იმაზე ფიქრი, როგორი იყოს ახალი წელი. ყველას გვაქვს, როცა წელი მიდის, ყოველთვის გეგმავთ, რომ უკეთესი წელი რო იყოს, დამთავრდა ეს წელი და ახალი ცხოვრება დავიწყო, ხო? მაგრამ როგორ დავიწყო ეს ახალი ცხოვრება? ამაზე უნდა ვისაუბროთ ეს ალბათ და ეხლა გამახსენდა ერთი პატარა ამბავი. მოკლედ განდეგილი ბერია და დუმარებაშია. თავისთვის არის ჩუმად, წყნარად და ერთვენიერ დღეს ერთი ადამიანი გადაწყვეტს, რომ მასთან მივიდეს და რჩევა კითხოს, რომ აი მინდაო მეცო რაღაცა სიბრძნეებს ჩავწევ, რაღაც ცხოვრების არსი გავიგო, როგორ მოვიქცევ. და ამბობს ბერი ჭიდან იღებს წყალს. და უთხრა, რომ ჩაიხედეო ჭაშია. რას ხედავ? ჩაიხედა ჭაში და ვერაფერს ვერ ხედავ, ამღვრეულიაო წყალია. ამოიღო ამან წყალი ჭიდან და ცოტა ხანი გაჩერდა. და ჩუმად იყო რაღაცა გარკვეული პერიოდი და ეს კაცი გაგიჟდა და უყურებს, რომ ვერ გაიგო ეს არც ხმას ცემს, არც ესაუბრება. ცოტა ხნის მერე მიუბრუნდა ბერი და უთხრა, რომ აი ხა ჭაში ჩაიხედეო. ჩაიხედა, ეხა რას ხედავო? რა დაინახა ჭაში? საკუთარი თავი. იმიტომ რომ უკვე დაწყნარებული იყო წყალი. ესეა უთხრა ცხოვრებაშიცო, თუ გინდა რომ რაღაცა შეცვალო, რაღაც ახალი გაიგო, ჯერ უნდა გაიცნო საკუთარი თავი და საკუთარ თავს როდის იცნობ? როცა ცოტა დაწყნარდები, დამშვიდდები და საკუთარ თავში ღრმად შეიხედავ. პროცესებს გადავახავ საკუთარ თავთან დიალოგის. იცი რა, ჯერ უნდა დამშვიდდე და დაფიქრდე. რომ აი როგორი იყო ის წელი, როგორი იყო 2024, რა იყო კარგი, რა იყო ის რაც არ მომეწონა, რა იყო ის რამაც უსიამოვნება მომიტანა და რა იყო ის რამაც წარმატება მომიტანა. გადავხედო და შევხედო, რისი გამოსწორება მინდა, რისი ცვლილება მინდა და ეს წარმოვიდგინე. აი ზუსტად ეს არის საინტერესო, იმიტომ რომ დღესაც საუბრობდით ჩვენ სტუმართან, ბოლო პერიოდში ჭყალებში რა ვთქვა ტრენდული გახდა ეს რაღაცა შფოთიანობა, შესაბამისად მე რაღაცა ცხოვრების ხარისხი, დექმედით უნარიანობის ხარისხი ამის ფონზე იკლებს. როგორ უნდა გადავლახოთ ის ბარიერი იმისათვის, რომ დამშვიდდეთ, დავწყნარდეთ და შფოთს საკუთარ თავში რაღაცნაირად ჩავახშოთ იმისათვის, რომ სწორად დავგეგმოთ მომდევნო წელი. რა ესე ვთქვათ ბერკეტი არსებობს იმისთვის, რომ რაღაც პერიოდით მაინც ეს შფოთვები საკუთარ თავში მივაწყნაროთ. იცი რა, ეს არ ხდება ერთ დღეში და ორ დღეში. და ხე ამისთვის მართალი რო გითხრა, შემილია გაგიზიაროთ რჩევები, რომ თუ ამ რჩევებს გავითვალისწინებთ და ესე ვიცხოვრებ მთელი წელი, მერწმუნეთ, რომ ჩვენი ცხოვრება შეიცვლება. გაგვიზიაროთ აუცილებლად, გავითვალისწინებთ. დიდი სიამოვნებით გაგიზიარებთ. მოკლედ. წინა დღეს, როდესაც ღამე უფრო სწორედ წვევი დასაძინებლად პირველ რიგში სასურველია, რომ დავწვე დღეს. დავიძინო დღეს და არა ხვალ, 12 საათამდე. ძალიან საინტერესო ამბავი. ძალიან ადრე ვიწყებთ დღეს და მაინც არ ვართ ბოლომდე ამ რეჟიმში. და მაინც იმ დღეს ვიძინებ, როცა დილის მეორე დღეს ვიძინებ. კი ბატონო. და იმ დღეს რომ დაწვევი, თანასნახე რა არის მნიშვნელოვანი, დაწოლის წინ არ იყო ტექნიკასთან არ ქონდეს ურთიერთობა, მოკლედ არ იყო ტელეფონში. იცი რა, ტვინი ხედავს შუქს, გონია რომ ესე იგი დღეა, არ უნდა დავიძინო და მე არ გეძინება, იმიტომ რომ აღზნებულ მდგომარეობაშია. მინიმუმ ნახევარი 1 საათით ადრე ჯობია რომ არ მქონდეს შეხება ისეთ იმასთან რა ქვია, ნივთებთან, რომელიც ანათებს, ხო? ან წიგნი წავიკითხო თუ მაინც და მაინც, ან უბრალოდ მუსიკას მოусმინო და დავიძინო დღეს.
მეორე დილა როცა თენდება ძალიან მნიშვნელოვანია როგორ თენდება მეორე დილა. ნახე, აი დარწმუნებული ვარ ახლა რომ ვიღვიძებთ ადამიანების უმეტესობა, გინდაც ის ვინც ახლა გვისმენს, იმ წუთას პირველი ტელეფონს აიღებს და სკროლვას იწყებს, რომ რა ხდება. არ არის სწორი. ნახე, გავიღვიძე, იმ წუთას არ წამოვხდე, უბრალოდ ღრმად ჩავისუნთქო, ცხვირით ჩავისუნთქო, ღრმად ფილტვები ავავსო ჟანგბადით და პირით ამოვისუნთქო. და თან ვიფიქრო, რომ ამ ნეგატივი რაც მაქვს, გამოვაყოლო. ძალიან ღრმად ჩავისუნთქო და ამოვისუნთქო. ვერ წარმოიდგენ რა შედეგს გვაძლევს ეს რა. აი, უკვე, ნახე, პოზიტივი შემოდის, ჩემი სხეულიც ფხიზლდება და მე ვიფიქრო, როგორი დღე უნდა იყოს. მაგრამ ნახე რა არის საინტერესო, ჩვენ ხშირად ფიქრობთ ხოლმე, რომ როგორ იყოს, მაგრამ მარტო ფიქრობთ. არ ვაკეთებთ ვიზუალიზაციას, წარმოსახვას. ჩვენი არაცნობიერი არის პატარა ბავშვი, ჩათვალე. რომელმაც არ წერა იცის, არც კითხვა იცის და ხშირად მეკითხებიან ხოლმე, რომ ახალი წლის სურვილები დავწერო, კი ბატონო, დაწერე, მაგრამ არაცნობიერმა კითხვა არ იცის. რასაც დაწერ, თუ ამას წარმოიდგენ, აი ხატებით აზროვნებაა ძალიან მნიშვნელოვანი. და დილით წარმოვიდგინო მთელი დღე, როგორი დღე უნდა მქონდეს, დავინახო. ანუ შევხედო, რომ ასეთი დღეა, ვიგრძნო, სასურველია, რომ სურნელიც ვიგრძნო, შეხებით შევეხო რაღაცას, რაც და ფერებში დავინახო. სამყაროს მივცეთ ინფორმაცია, რას ველოდებით დღევანდელი დღისგან. აი, ახლა რაც ჩამოთვალეთ, რთულად შესასრულებელი არც ერთი არ არის. და სავარაუდოდ, რამოდენიმეჯერ რომ ვეცდებით, უკვე რუტინაში გადავა ალბათ ეს ყველაფერი და უფრო მარტივად ვეცდებით, უყურე. ეს უნდა გავაკეთოთ ყოველ დღე. ანუ ეს პირველი ვთქვით, რომ სუნთქვა, მეორე ვთქვით, რომ ეს იდეალური დღის წარმოდგენა ჩემთვის. როგორიც მინდა ვიყო. იმას კი არ ვამბობ, რომ ეს დღე იდეალური და სასწაული იქნება, მაგრამ ნახე, ჩემი ტვინი უკვე განწყობილი იქნება იმისკენ, რომ ეს დღე იყოს საუკეთესო და მე ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ ის დღე ისეთი იყოს, როგორიც მე მინდა. ეს მეორე. მესამე დავგეგმო რა მინდა გავაკეთო. აი ვიცოდე ზუსტად რა ამის მერე ეს, ამის მერე ეს და თუ მე ამას ყოველდღე გადავდებ, ხო? არ გამოვა, მთელი წელი გამოვა უკვე სხვანაირი. დავგეგმო ისე, რისი გაკეთებაც მე მინდა. და თანაც აი მაგალითად კოუჩინგში არის მიზანი უნდა დაგეგმო, კონკრეტული უნდა იყოს. და მე როგორც ფსიქოთერაპევტიც ვარ და კოუჩი ცოტა წინააღმდეგობაში მოვდივარ ხოლმე. იმიტომ რომ მაგალითად მინდა მქონდეს მილიონი, ეს კოუჩინგში სწორი მოთხოვნაა, მაგრამ ფსიქოთერაპიული და ფსიქოლოგიური მიდგომით, ნახე, მილიონი ემოციებს არ იწვევს ისეც, ხო? თუ მე წარმოვიდგენ, რომ მინდა მქონდეს სახლი, ზღვისპირას, ასეთი, ისეთი, რომელიც მილიონი ღირს, ანუ ეს არის ის ემოცია უნდა გქონდეს, ჩემს სურვილს უნდა გქონდეს ემოცია აუცილებლად და მე უნდა შევეძლოს ამისი დანახვა. მე როცა ამისი დანახვა შემიძლია, მე როცა ამისი შეგრძნება შემიძლია, უკვე სხვანაირი განწყობა მაქვს. და ესე ყოველდღე დავგეგმეთ, ხო? ძალიან კარგი და გადავდივართ შემდეგ უკვე 10 წუთი დავუთმეთ ამ ყველაფერს. ძალიან კარგად მუშაობს აფირმაციები, ეს უკვე რაღაცა ტრენდული გახდა და ცოტა გაცვდა კიდევაც რო ამბობენ, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ რომ მუშაობს. მე საკუთარი გამოცდილებით ვამბობ და მაყურებელსაც ვეტყვი რომ აფირმაციები მუშაობს. ნამდვილად მუშაობს. 100%-ით მუშაობს ჩემ შემთხვევაში. კი, ყველა შემთხვევაში მუშაობს, ოღონდ რა შემთხვევაში, იცი, თუ ამას აქვს სისტემატიური ხასიათი. სისტემატიური ხასიათი თავად უნდა გჯეროდეს და თავად უნდა გძნოდე ამას ასამდე. უნდა გჯეროდეს და ნახე ხმამაღლა უნდა ამბობდე. უყურე რა ხდება. ჩვენ ხომ მთელი ცხოვრება, ნუ სტერეოტიპულად თავისთავად აზროვნება, ყალიბდება სტერეოტიპებით და გვაქვს ბევრი სტერეოტიპი, რომელიც არის ჩემში ჩადებული. ამ აფირმაციებით ჩვენ ამას ზოგიერთს, რაც უკვე არ მომწონს, ვცვლი და როცა ამას ყოველდღე ვაკეთებ, ახალი ნეირონული კავშირები ყალიბდება ჩემს გონებაში და თუ ამას მე ყოველდღე ვიმეორებ, ეს კავშირები მყარდება. და უკვე ჩემი ტვინი სხვანაირად იწყებს აზროვნებას. ანუ ახალი სტერეოტიპებით იწყებს აზროვნებას და ეს მეხმარება იმაში, რომ კიდე წინ წავიდე. ნუ მოკლედ ეს ყველაფერი გავაკეთე და დაგვრჩა 20 წუთი რო დავუთმოთ ყოველდღე ჩემ თავს, აი შემილია მთელი ცხოვრება შევცვალო, ხო? ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მე მგონია, რომ არის და მე საკუთარმა გამოცდილებამაც მაშუნა ეს არის მადლიერებები.
ყოველი დილა დავიწყო მადლიერებით. სამყაროში გაუშვა მადლიერება, ნახე, დილა მთელი ცხოვრების, მთელი დღის სტიმულია, გესმის? და მადლიერება გავიხსენო გუშინდელი დღე. და გუშინდელი დღის მინიმუმ 5 მადლიერება. აქედან ერთი მადლიერება აუცილებლად საკუთარ თავზე უნდა იყოს. აი ხა რო გაიხსენოთ გუშინდელი დღე, ხო? ვისი მადლიერება? აი უცებ. ვაიმე, რა რთული კითხვა იყო უცებ. აბა უცებ, დაფიქრე. ნებისმიერი მარტივი. თუნდაც მეგობრებთან ერთად გავატარე საღამო და ვისი მადლიერება? საკუთარი თავი. კი ბატონო. კიდევ ვისი მადლიერი შეიძლება იყოს? სამყაროსი რომ გაღამდა კიდევ ერთი დღე გათენდა მეორე. კი ბატონო. მეგობრების მადლიერს ხო შეიძლება იყოს, ხო? ვისთან ერთად იყო. კი ბატონო. აი ნახე ხო მარტივია და თითქოს არაფერი. და ნუ არც ვიფიქრებ, რომ ჩვეულებრივია და არ ვიფიქრო, მაგრამ როცა ფიქრობ, სხვანაირი ამბები ხდება და ნახე ქიმია ხდება რა, მთელი ჩემი სხეულის განწყობა, ყოველი უჯრედის განწყობა იცვლება. მე ვარ მადლიერი უკვე სამყაროს და რასაც გასცემ იმათი ათამაგად გიბრუნდება. ვიცი უკვე ბოლო დროს ვინც აი ზუსტად მეორე დღეს წერს ამ ყველაფერს, აი ამ 5 მადლიერებას, რომ უკეთ აღიქვას ალბათ ეს ყველაფერი. დაწერილი ვერი ჩვენი არაცნობიერი. კი ბატონო, დავწერო, მაგრამ ვიზუალიზაცია უნდა წარმოვიდგინო რა, აი ხატებით წარმოვიდგინო ის ყველაფერი, აი მეგობრებთან რო ვიყავ, უცებ წარმოვიდგინო, რა მაგარია, მადლიერი ვარ, ხო? ის რა სურვილიც მაქვს, ისიც დავწერო, მაგრამ წარმოვიდგინო, ძალიან მნიშვნელოვანია წარმოდგენა, ხო? აი დავინახო ეს ყველაფერი, დავინახო რომ უკვე მაქვს ეს ყველაფერი და ნახე ჩვენი გონება ხო ვერ არჩევს, ეს წარმოსახვითია თუ მართლაა და როცა მე ამას მუდმივად ვაკეთებ, ამან უკვე იცის რომ ეს ესეა და უკვე ცხოვრობს ისე თითქოს ეს ყველაფერი უკვე არსებობს და მე გინდა არ გინდა მიდიხარ უკვე იქითკენ რომ ეს ყველაფერი გქონდეს. ახლა ფეხზე თუ გადაიდე და არაფერი არ გააკეთე, არა, ხო? მაგრამ აი რასაც გააკეთებ, უკვე გეხმარება მთელი შენი გონება, შენი ფიქრები, შენი წარმოსახვა, შენი სხეული, რომ ეს ყველაფერი გქონდეს და ეს ყველაფერი მართლა ხდება შენ ცხოვრებაში. ამ მადლიერებაში ნახე ერთი აუცილებლად უნდა იყოს საკუთარი თავის მადლიერება. ძალიან მნიშვნელოვანია და დანარჩენი 5 ხო თქვით, ხო, აუცილებლად, მაგრამ თუ 5-ის მეტი იქნება, უფრო კარგი. და ნახე თავიდან ეს მადლიერებები თლად გულწრფელი არ არის. ხო, აი ესეთია რა, ხო. იგონებ ხან რომ 5 გამოგივიდეს, ხო, აი რაღაცა, მაგრამ თუ მე მგონია რომ ასე განწყობასაც შევცვლით ადამიანების მიმართ და ყოველდღიურობა უფრო ფერად იქნება ვიდრე შეიძლება. კაპიტალარი ცოტა დრო დაგვრჩა და წლის ბოლო დღეები, უბრალოდ საათები დარჩა შეიძლება ითქვას. აი როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს, აი საკუთარ თავთან დავრჩით, აი მადლიერებაც ალბათ წინა წლის პატარა ნიუანსების რაც იყო წინა წელთან დაკავშირებით, ამასთან დაკავშირებით უნდა გამოვხატოთ კიდეს. თუმცა აი მაინც რა რჩევას მისცემთ ჩვენს. ამაზე მეტი რჩევა რა მოგწევთ? ის რაც თქვი რომ ყოველი დილა დავიწყოთ აუცილებლად ჩასუნთქვით და ნეგატივის ამოსუნთქვით, ამაზე ვიფიქრო. მეორე წარმოვიდგინო ყოველდღიურად ჩემი იდეალური დღე როგორია, დავიზინოთ დღეს. დავიზინოთ დღეს და მადლიერები ვიყოთ ამ სამყაროს და ერთი პატარა მომენტი დამავიწყდა, დამოვსტაკერა და ვერ მოვასწარი. 5 წუთი მაინც დაუთმო ჩემ თავს, როდესაც ავდგები რომ ეს სხეული გავიჭიმო, გავიზმორო, კუთები გავაღვიძო. სხეულმაც გაიგოს რომ გაიღვიძა. 20 წუთი რომ ყოველ დღე დაუთმოთ ჩვენ თავს. თქვენ ერთ წელიწადში თქვენ ცხოვრებას ვერ იცნობთ. მე ვდებ პირობას რომ 2025 წლიდან 2025 წლის 1 იანვრიდან დილას ყოველდღე დავიწყებ ასე. კარგი. შევთანხმდით. დღეს დაძინებას ვერ შეგპირდებით, მაგრამ აი ეგრე გაღვიძება. პირველი იყო რჩევა. ამიტომ არ გამოვა სხვანაირად. მეც გპირდები, რომ 1 წლის მერე შენ ცხოვრებას ვერ იცნობ. გულწრფელად ვდებ პირობას პირდაპირ ეთერის საშუალებით. შევიკრიბოთ კიდევ და აუცილებლად გაგიზიარებთ ტენდენციას, როგორ გარდაისახება ჩემი ცხოვრების ხარისხი. ნახოთ როგორ შეიცვლება. ნახოთ და ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩემთან ერთად. ძალიან დიდი მადლობა
იმისთვის რომ ერთგვარად მაიძულეთ შეუგნებლად მაგრამ მაიძულეთ რომ ეს მიგამობრალა ასმისგებლობა გადმოგვია ეს მიმართება განმეხორციელება არა ეს რა თქმა უნდა ბჭყალებში არ პირიქით ყოველთვის მინდოდა და მადლობა რომ მომიცით ამის საშუალება რომ დღეს ეს გადაწყვეტილება მიმეღო და სწორი დროა კი რა თქმა უნდა მრავალჯერ მიფიქრია ამაზე და სწორი დრო იყო წლის მიწურულს რომ ეს პირობა მე დამედო და თანაც ძალიან ბევრი მაყურებელი მყავს და უკანასახევი გზა აღარ მაქვს და უცრობლად გაგიზიარებ ძალიან ძიმად მიყავით ჩვენთან ერთად მაყურებელს შევახსენებ რასაკვირველია რომ ლალი ბადრიძე ფსიქოთერაპევტი იყო ჩვენი სტუმარი და ვსაუბრობდით ძალიან საინტერესო თემაზე როგორ უნდა ავწიოთ 2025 წლის ცხოვრების თამასა და ხარისხი უფრო უკეთესობისკენ როგორ შევცვალოთ